დიზაინის ინსტიტუტი თავისთავად სოციალური დიზაინის მოვლენაა, ანუ ეს არის ინსტიტუცია, რომელიც ეხმარება სოციალური გამოწვევების დაძლევას. სოციალური დიზაინის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ცნებაა მთელ მსოფლიოში და ის გამოიყენება დიზაინ სისტემების და სისტემური ფიქრის ინტეგრაციისთვის, საზოგადოების გაუმჯობესებისთვის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ძალიან გვინდა იმ დროს განსაკუთრებით, რომელშიც დღეს ვართ, როდესაც უამრავი გამოწვევა ქართველი კომპანიების, ჯგუფების, მკვლევრების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინაშე, ვასწავლოთ მათ ქმედება, ვასწავლოთ მათ ერთად მუშაობა და კონკრეტულად სოციალური დიზაინის დღეები, ეს არის კონფერენციები, რომელიც მიძღვნილია სხვადასხვა სოციალური დიზაინის სფეროების მიმართ. პირველი ჩატარდა ივნისში საკმაოდ წარმატებულად, ქართველი და უცხოელი მონაწილეების სტუმრების მონაწილეობით. ახლა უკვე ვატარებთ კონკრეტულად არქიტექტურული სივრცეების და მემკვიდრეობის ნაწილზე კონფერენციას, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. ყველას შეუძლია დაესწროს, ვისაც სურვილი აქვს. მთავარი მიზანია, რომ ვაჩვენოთ თუ რა კოლაბორაციები და რა თანამშრომლობა შეიძლება იყოს ამ სფეროებს შორის. ეს არის არქიტექტურული სფერო, ეს არის მემკვიდრეობის მკვლევრები, ეს არის მუზეუმები, ინსტიტუციები, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ ერთად თანამშრომლობით უფრო მეტი შედეგი დადონ. ამ შემთხვევაში ჩვენ ამ 3 დღის განმავლობაში საკმაოდ ფართოდ მოვიცავთ სფეროებს, როგორც არის ტრადიციები, ჩვენს მემკვიდრეობაში, ჩვენს არქიტექტურულ, ასე ვთქვათ, ნაგებობებში, ბოლო კვლევები, ბოლო ექსპედიციები იქნება განხილული, სხვადასხვა ტიპის სამუშაო სესიები გვექნება იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ პრაქტიკაზე გამოიყენონ სოციალური დიზაინის, ასე ვთქვათ, სწავლებები. და ასევე ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაცვლის, ანუ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტებს შორის ინფორმაციის და აზრების გაცვლის, იმიტომ რომ ჩვენ ბევრს მსჯელობთ იმაზე, რომ მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ ბევრს მსჯელობთ იმაზე, რომ ახლა როცა უკვე ახალი რეგულაციები შემოვიდა, დაფინანსება პრაქტიკულად გამორიცხულია იმ ორგანიზაციებისთვის, რომელიც ინახავენ ჩვენს მემკვიდრეობას და უფრთხილდებიან იმას, რაც ყველაზე ძვირფასი გვაქვს, ის რასაც ქართველობას ვუწოდებთ, ხო? რეალურად ჩვენი ტრადიცია, მემკვიდრეობა და მომავალი, რომელშიც უნდა ჩვენმა, ასე ვთქვათ, მომავალმა თაობა მიარსებოს. ნინო, workshop-ები, აი სამუშაო შეხვედრები ახსენეთ. უფრო დეტალურად რა თემაზე გაიმართა? აი ცოტა უფრო დეტალურად მოგვიყევით, მათში ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, რა კონკრეტული აი რა მიზანი, პრაქტიკული მიზანი უნდა ქონდეს ამ შეხვედრებს? სამივე დღეს გვაქვს პარალელური workshop-ები, ჩვენ ვთხოვთ ჩვენ სტუმრებს, რომლებიც ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამ წელს გვეყოლება უნგრეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ასევე ქართველი სპეციალისტები. მთავარი მიზანია, რომ პრაქტიკაში ვასწავლოთ სტუდენტებს თუ სპეციალისტებს ის თუ როგორ შეიძლება სოციალური დიზაინის უნარების გამოყენება ყოველდღიურობაში. workshop-ები შეეხება სამუშაო სესიები ძირითადად ისეთ თემებს, რომელიც აქტუალურია, მაგალითად სივრცეების თავიდან გამოყენება, რომელსაც თავდაპირველი მნიშვნელობა, მაგალითად და დანიშნულება სხვა ქონდა. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ორგანული, მაგალითად შეფუთვების მეთოდოლოგიები, მოდელირების მეთოდოლოგიები, სხვადასხვა ტიპის ურბანული სოციალური დიზაინის სფეროების მიმოხილვა. ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო ქალაქების და მემკვიდრეობის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული storytelling-ის workshop-ები. ეს workshop-ები და სამუშაო სესიები ეხმარება ერთის მხრივ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, რომ ერთმანეთი გაიცნონ და მეორეს მხრივ პრაქტიკაში გადმოიტანონ ის ცოდნა, რაც მაგალითად სხვა ქვეყნებს ან სხვა ჯგუფებს აქვთ. თვითონ დიზაინ ინსტიტუტის შესახებაც მოგვიყევით. რა ეტაპია ინსტიტუტში? რა პროექტებს აკეთებთ ამ დროისთვის? რაზე მუშაობთ? მიმდინარე სამუშაოები რა ხდება ინსტიტუტში ამ ეტაპზე? წელიწად ნახევარია, რაც ვარსებობთ, საკმაოდ რთულ გზას გავდივართ. ჩვენი მიზანია, როგორც მოგეხსენებათ, რომ ერთის მხრივ ახალ თაობას მივცეთ საუკეთესო ცოდნა და ის სპეციალისტები გავაერთიანოთ, ვინც პრაქტიკაში თუ თეორიაში საუკეთესონი არიან და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. წელს პირველად მოგვიწია, ასე ვთქვათ, საგამოცდო პერიოდი და ძალიან მაღალი შედეგები დადეს სტუდენტებმა. ასევე გავცემთ სტიპენდიებს იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს კონდეს საშუალება, რომ სფეროსთან შემხებლობა კონდეს და მომავალი პროფესიისთვის მოემზადოს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კომპანია სწორედაც გვიბრუნდება და მათ შორის არა მარტო კომპანია, არამედ ფონდი და ასე შემდეგ გვიბრუნდება იმ საკითხებზე, როგორც არის მაგალითად სტრატეგიული დიზაინი, ორგანიზაციული დიზაინი, პროდუქტის დიზაინი და ეს არის ჩვენთვის საშუალება ვემუშაოთ ერთის მხრივ სტუდენტებს და პრაქტიკაში ჩავთოთ ისინი და მეორეს მხრივ ორგანიზაციულ დიზაინში და ორგანიზაციულ ფილოსოფიაში შემოვიტანოთ დიზაინის ფიქრის და დიზაინის პრაქტიკების მეთოდოლოგია, რომელიც ძალიან წინ წაგწევს ინოვაციებში, ძალიან წინ წაგწევს შემოქმედებით ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული დროა, ვიტყვი რომ წელს ველოდებით, ასე ვთქვათ, break events, გვინდა რომ გავიდეთ რაღაცა ისეთ ნიშნულზე, როცა შევძლებთ რომ უკვე საკუთარი პროექტების დავაფინანსოთ და სწორედ აი სოციალური დიზაინის მიმართულება, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ალბათ დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მომგებიანი ორგანიზაცია გავხდებით. დიზაინი და მისი სხვადასხვა მიმართულება. რამდენად დიდ ყურადღებას და ინტერესს იმსახურებს ახალგაზრდებს, აი სტუდენტები ახსენეთ და რამდენად ბევრია ამ სფეროთი დაინტერესებული? ძალიან პოპულარული თემაა, მოგეხსენებათ ციფრულმა ზოგადად სამყარომ გამოიწვია ის, რომ ყველაფერში საჭიროა კონტენტი, ვიზუალიზაცია, მათ შორის ვითომ პროდუქტების დიზაინი ციფრულით საკმაოდ
დიდად დამოკიდებულია დიზაინზე, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ავხსნათ ფართო გაგება დიზაინის და ის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მას საზოგადოების მოწყობაში და აქ მოვიყვანდი მაგალითს ალბათ შვედეთის, დანიის, სკანდინავიური ქვეყნების, რომლებიც პრაქტიკულად და სწორი დიზაინით ისეთ საზოგადოებას ქმნიან, რომელშიც ყველა ადამიანს შეუძლია რაღაცა ღირსეული ცხოვრების წესით იცხოვროს, არავის არ კონდეს რაღაცა მინიმალური დანაკლისი და რეალურად გარემო მოწყობილია იმისთვის, რომ ადამიანებმა უკეთესად იქნონ თავი. ჩვენი სურვილი და ოცნება ზუსტად ეს არის, რომ გავზარდოთ თაობა, რომელსაც ეცოდინება თავის სფეროში, როგორ გამოიყენოს სწორი დიზაინი და სწორი სისტემა და ზოგადად არქიტექტურა თავის გარშემო, რომელიც სხვა ადამიანებს ხელს შეუწყობს, გააძლიერებს ყველა ტიპის რაღაცა ბალანსს შემოიტანს საზოგადოებაში და თუ ჩვენ მართლა გვინდა რომ საზოგადოება, ქართული საზოგადოება იყოს წარმატებული, ალბათ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი განვითარების, იმიტომ რომ აქ სხვათაშორის დღეს ძალიან კარგად ჩანს, რომ არ მონაწილეობს სახელმწიფო, ანუ რეალურად სახელმწიფო განყენებულად აკეთებს ამ ასე ვთქვათ თავის საკუთარ არქიტექტურას და არ მონაწილეობს ამ ყველაფერში საზოგადოება და თავად საზოგადოება თვითონ ექმნის სისტემებს, როგორ იარსებოს და როგორ გადარჩეს და აქ ფილოსოფიურად ყველაზე მთავარი ეს დიზაინ ინსტიტუტს უნდა რომ ასწავლოს სახალთაობას და თუნდაც ნებისმიერ ადამიანს ვინც მოდის არის რომ ერთი რომ ეს არ არის ელიტური სფერო და აქ არ გჭირდება ნიჭი და რაღაცა ხედვა ყველა ადამიანს შეუძლია დაისწავლოს ის უნარები რომელიც დაეხმარება ვიზუალიზაციაში და მომავალი ისეთია რომ ყველამ უნდა ვიცოდეთ როგორ გავაკეთოთ საკუთარი თავის ვიზუალიზაცია და იდეების და მეორე ყველა ჩვენგანი არის ნაწილი იმ სისტემების რომელსაც ვაშენებს და ცუდი არქიტექტურა ქმნის ცუდ გამოცდილებას და ცუდ ცხოვრებას მათ შეიძლება დეპრესიაც კი გამოიწვიოს ცუდი გზა ქმნის არაუსაფრთხო გარემოს და ის რომ ჩვენ მაგალითად დიზაინში არ გვაქვს გათვალისწინებული რისკები დიზაინში ამ შემთხვევაში სტრუქტურულ დიზაინში ქმნის იმას რომ რაღაცა ყოველდღიურად ვეჩეხებით რაღაცა პრობლემებს რომელიც შესაძლებელია პრევენციით და სწორი დიზაინით არ მოხდეს ჩვენს თავს. ანუ ყველაფერი ის რასაც ჩვენს გარშემო ხედავთ არის დიზაინი, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ ყველაფერს ევროპულ და დასავლურ ქვეყნებში, რაც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ არის ასე ვთქვათ პრაქტიკის ნაწილი და დიდი იმედი მაქვს რომ თაობა რომელსაც ჩვენ გავზრდით და ის ადამიანები ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობენ შეძლებენ რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამდე მიიტანონ. აი სწორედ მომავალთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უნდა მეკითხა. უფრო შორს მიმავალი გეგმა მონახაზი თუ არსებობს დიზაინ ინსტიტუტისთვის, აი რა არის თქვა თქვენი ნიშნული პირობითად 3-5 წლის შემდეგ? რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილია გვქონდეს კამპუსი, იქიდან გამომდინარე ჩვენი მიზანია რომ სხვა ქვეყნებს მომიმსახუროთ, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარი არ არის საკმაოდ დიდი და საქართველოს აქვს პოტენციალი რომ ქვეყნის გარეთ ემსახურებოდეს და უკვე მემსახურებით რამდენიმე ქვეყანას ჩვენი ცოდნით. აქ არის დაგროვილი საკმაოდ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც უნდა გავიტანოთ ქვეყნებს გარეთ, უზარმაზარი სამეზობლო გვაქვს, რომელშიც უნდა ვითანამშრომლოთ და მეორე სხვა გვჭირდება კამპუსი, ალბათ იმისთვის რომ უცხოელი სტუდენტები მივიღოთ და ეს არის ჩვენი შემდეგი გეგმა, იმისთვის რომ თუნდაც ის ადამიანები, ვინც საქართველოში რეგიონში ცხოვრობენ და მათ არ აქვს ცდომა დიზაინის განათლებაზე, მათ შორის საკმაოდ ძვირია ეს ყველაფერი და ამიტომაც ყველაფერი ჩვენ მხარეს არის უზრუნველყოფილი. ასე ვთქვათ, ელიტურია ეს ზონა და ბევრ ადამიანს და ბევრ ასე ვთქვათ, ახალგაზრდას საერთოდ არ აქვს იმაზე წარმოდგენა თუ როგორ შეუძლია ამ სფეროში შემოვიდეს თუ მას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურა არის უმნიშვნელოვანესი, ხა შეუძლებელია, რომ ახალგაზრდას, რომელსაც ახლა უნდა დიზაინში შემოსვლა, ქონდეს შესაძლებლობა შეიძინოს პროგრამები, შეიძინოს კომპიუტერები და ასე შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი ადგილზე გვაქვს და ჩვენი დიდი სურვილია, რომ როგორც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ადამიანებს, ვინც შრომობენ, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ადამიანებს, ქონდეთ ამის რესურსი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზას დავადგეთ. აქ რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსის სიმწირეც არსებობს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობებით ეს გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი გეგმაა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარება ქვეყანაში მოვლენები.